გენერალი ვახტანგ კაპანაძეა ჩემი სტუმარი, მოგესალმებით გიძელო. მოგესალმებით. უკრაინის თემამ ჩვენი თავარი სასაუბრო თემა ალბათ მაინც იქნება უკრაინა, მაგრამ ეს თემა აქტუალური ცხადია, ოდნავ გადაიწია ამ თემამ უკანა პლანზე გათვალისწინებით ისრაელ-ირანის კონფლიქტისა, ისრაელის შეტევებისა ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ. რა მიზანს ისახავს მაქსიმალური მიზანი რა არის ისრაელისა? ყველამ ვიცით პრინციპში, მეც ვჭვრეთ თქვენ პასუხს, მაგრამ აი რამდენად შესაძლებელია ამ მიზნის მიღწევა, იმიტომ რომ თუ მეორე მხარე ირანის აიათოლების ხელისუფლება უარს არ იტყვის ბირთვულ პროგრამაზე, ისრაელს ერთი ვერსიით გაუჭირდება მათ შორის ასე მაგალითად ფორდოში ჩაღწევა და ავეკლებს თუ არ დაეხმარებიან მის გათვალისწინებით და ბირთვული პროგრამის სრული გაჩერება. პირველ რიგში მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები თქვენს მაყურებელს, ღამის მაყურებელს. ესეთი კითხვა არის, ესეთი კომპლექსური კითხვა არის. პირველ რიგში და უახლოესი ამოცანა ისრაელის რა თქმა უნდა არის ბირთვული პოტენციალის, ბირთვული იარაღის შექმნის პოტენციალის ნულირება ირანში. ეხლა საუბარია რომ 8 თვე იგეგმებოდა, 1 წელი იგეგმებოდა, არა, ეს გეგმა რა თქმა უნდა არსებობდა 2 კონცეფციის სახით, რაც განსხვავება არის კონცეფცია და გეგმა შორის, რომ კონცეფციაში უფრო ხედვები, გეგმაში უკვე შემსრულებელი დეტალები, დრო და ესენი ემატება. როგორც კი გაჩნდა საფრთხე ირანის მხრიდან, რომ ირანს შეიძლება ბირთვული იარაღის შექმნა, აი მომენტიდან დარწმუნებულად და შეიქმნებოდა ეს საფრთხე ხო არსებობს უკვე კარგა ხანია, წლებია. ახლა როგორც ჩანს ბოლო სტადიაზეა იყო მისული, ხო, ირანი როგორც ჩანს. ელოდებოდა ისრაელსაც უნდა, რა თქმა უნდა, რომ მის მოქმედება ყოფილიყო ლეგიტიმური, გამართლებული. ელოდებოდა მაგატეს განცხადება და მაგატემაც განაცხადა, ხო? აი ბოლო განცხადება იყო, რომ ირანმა გაამდიდრა თავისი ურანი მიიყვანა 80%-მდე, 60-დან 80%-მდე, რაც ფაქტიურად უკვე იმის ნიშანია, რომ ძალიან მალე მას შეეძლო ბირთვული იარაღის შექმნა. აი ამ ატომური ელექტროსადგურებისთვის აი ამ დონის გამდიდრება არ არის საჭირო. ეს უკვე არის იმისთვის, რომ მალე შეიძლება შექმნილიყო იარაღი. არასერიოზულ კაცს მედვედევზე მე არ მინდა ორი სიტყვა დიდი დრო დავხარჯოთ, უფრო ზუსტი რო ვიყო, მაგრამ მაინც მედვედევმა მაღალი ალბათობით ნაბახუზებზე ყოფნა თქვა, რომ დამოუკიდებლად იმის რაც გააკეთებს ისრაელიო, ირანი მაინც გააგრძელებსო. მედვედევზე კი არ გეკითხებით მაინც და მაინც ირანი გააგრძელებს თავის ბირთვულ პროგრამას და ბირთვული ბომბის შექმნას. მედვედევზე კი არ გეკითხებით, მე უნდა უფრო რუსეთზე მინდა გკითხოთ, გენერალო, როგორი პოლიტიკა აქვს რუსეთს? რუსეთი ერთის მხრივ ამბობს, რომ მე შუამავალი ვიქნები, მე მოვაგვარებ ამ პრობლემას, ჩავერთვები ამ პროცესში, ჩემი აზრით ეს მას უნდა იმისთვის, რომ საკუთარი როლი, ფუნქცია წამოსციოს და თქვას, რომ ის მოთამაშეა ამ სოფლიო, თუმცა ტრამპმა ძალიან უკვე ხარ ჩემი აზრით უპასუხა, შენ თავს მიხედევ ამ რამდენიმე დღის წინ. ევროპელებიც ამას ამბობენ პრინციპში, მოდი მოვილაპარაკოთო, მაგრამ რუსების მიერ მხრიდან ნათქვამ სიტყვაში მოვილაპარაკოთ, სიტყვასა და ევროპელების ნათქვამ სიტყვას შორის რა სხვაობაა? აი ეს აუხსენით მაყურებელს. რუსებისთვის რა არის ეს მოლაპარაკება, დროის გაჭიმვა? რუსებისთვის რა თქმა უნდა ეს არის დროის გაჭიმვა, როგორც მოგეხსენებათ, იქ არის ახლა იმყოფებიან რუსი ბირთვული ექსპერტები, რომლებიც ეხმარებიან ბირთვული ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში ირანს და სხვათა შორის ისრაელთან მოილაპარაკეს და ისრაელთან ათანხმდა, რომ იმ ობიექტს არ დაარტყავს და არ დაბომბავს. შესაბამისად, ხა რუსეთისთვის რა თქმა უნდა პირველ რიგში არის თავისი პოზიციის წამოწევა და მეორე რაღაცნაირად და ირანისთვის ჩვენება, რომ მე მაინც თქვენკენ ვარ. იმ სტრატეგიული ხელმოწერის შემდეგ რაც აიათოლმა განაცხადა, რომ ჩვენ ნამდვილად ხედავთ უკვე ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ არის ნამდვილი არა მეგობარი, რომელიც აი ამ გაჭირვებაში არა მეგობარში რუსეთი იგულისხმება. რა თქმა უნდა, რომელმაც იანვრის დასაწყისში მაყურებელს შუა რიცხვებში აუხსნათ, რომ სტრატეგიულ შეთანხმებას მოაწერა ხელი რუსეთმა ირანთან, რომელიც მათ შორის სამხედრო ჩარევას პუტინი კი უარყოფს, მაგრამ მათ შორის სამხედრო დახმარებასაც გულისხმობდა. ხო, ცოტა ისეთი ხელშეკრულება არის გიორგიევის ტრაქტატის არ იყოს. ცოტა ფართო არის და ცოტა კონკრეტულობა აკლია, რა თქმა უნდა, მაგრამ
აი ამ შემთხვევისთვის იყო ზუსტად ირანმა აი ამ შემთხვევისთვის დადო ხელშეკრულება რუსეთთან, მაგრამ ახლა ქართველებს არ გვესწავლება ახლა რუსეთო კიდევ ვიმეორებ ხოლმე ტოტლებენიდან დაწყებული გეორგიის ტრაქტატი, მეორე სხვა მაგალითი გვაქვს ეგრე სომხეთი, ყარაბაღის ომის დროს როგორ იქნა მიტოვებული და 30 წელი როგორ უწელავდა შუამავლად ყოფნა რუსეთს აი ამ პრობლემის გადაწყვეტას და აი მაგალითი სირიაც აგვაქვს რომელზეც ხო ბოლო მაგალითი სირია და ახლა ირანი. ანუ დომინოს პრინციპით აკლდება რუსეთს ყველა მისი მოკავშირე, რომელიც აი ამ ეგრეთ წოდებულ ფროტების ღერც თუ ანტიდასალურ ღერც ადგენდა, რომელიც ღერძის შემადგენელი იყო. ამიტომ ნუ დაგვაუწყდება რომ ისრაელი ამასევე ურტყავს იმ წარმოებებს, სადაც იგივე შაჰედების წარმოება ხდება, იგივე შაჰედების დეტალების წარმოება ხდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ისრაელი დაუბრუნდა თქვენ თავარ კითხვას, ხო? დიახ, არის საუბარი რომ იქნება ისრაელი ცდილობს რომ საერთოდ შეცვალოს იქ ეს შემდგომ იქნება ალბათ. გარედან არ უნდა იყოს შესაძლოა ამას ბევრი დასავლეთიც ემხრობა იმას რომ გარედან ძალის გამოყენებით ცდილობა არ უნდა იყოს შიდა მდგომარეობის შეცვლის. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ხო დასუსტებული ხელისუფლება ალბათ საშუალებას აძლევს თვითონ ადგილობრივ მოსახლეობას და ოპოზიციურ იმას იმოქმედოს. ჯერჯერობით ეს არ ჩანს. გვარიანად სუსტია, ესე ვიტყვი და მათ შორის ეს პრინცზე, შახშვილზე ლაპარაკიც კი ალბათ ცოტა ნაადრევია ყოველ შემთხვევაში. ამერიკა მე ჩვენება ერთის მხრივ რასაკვირველია თუ გავყევით რაღაც თეორიას რომ ისრაელის ქმედებები იყო შეთანხმებული. მაგრამ მეორე მხრივ ამერიკა ნუ საჯაროა და რა ზედაპირზეა იმ ფორმატში ჩავრჩეთ ხო დავჭეთ. ამერიკის ლიდერი ამბობდა რომ მოლაპარაკებები ჩვენ ვაძლევთ 2 კვირას, ჩვენ ვაძლევთ 3 კვირას, ეს მოლაპარაკებები უნდა გადაწყვეტს და ასე შემდეგ და აი ამ ნარატივის პირობებში ისრაელმა უკაცრავაზმისთვის გააქანა და დაარტყა, ხო? ისრაელმა მაინც მიიტანა შეტევები. ჩაერთვება თუ არა შეერთებული შტატები მაღალი ალბათობით, იმიტომ რომ ამ კონფლიქტში მათ შორის ხსენებულ ფორდოს ატომურ ბირთვული რეაქტორის მე რომ ვკითხო ახლა ისრაელს ზუსტად მარტო მაგისთვის უფრო ჭირდება ამერიკის ჩართვა. ვიდრე სხვა დახმარებებს მინდა თვითონაც ძალიან კარგად დასრულებს იმ ამოცანას, რაც მის შეიარაღებული ძალებს აქვს დაკისრებული. მასაც გააჩნია იგივე ბუნკერ-საწინააღმდეგო ბომბები, ოღონდ უფრო ნაკლები 2 ტონა ნახევრიანი, სადაც მხოლოდ 300 კილო არის ასაფეთქებელი ქობინა, მაგრამ ნუ მას შეუძლია 30 მეტრამდე ჩააღწიოს და 6 მეტრის სისქის არმირებული ბეტონი გახვრიტოს, მაგრამ ზუსტად აი ფორდოსთვის მათ ჭირდება გაცილებით მეტ სიღრმეზე ჩაღწევა და ეს ჯებე უკვე ამერიკული ჯებე 57-ია და რომელიც გაიშვება და რომელიც 13 გამოცდა ალბათ მოხდა, მაგრამ გამოყენებული არ არის ესე რამდენიც გამოყენებული არის გამოყენებული, ეს გამოყენებული იქნა ავღანეთში. ერთხელ იქნა გამოყენებული ავღანეთში, სადაც მიწისქვეშა ალ-ყაიდას ფუთვარწები მიწისქვეშა კომუნიკაციებს დაარტყეს და საკმაოდ ეფექტიანად მოხდა. აი განსხვავება რაშია, იმას თუ 370 მეტრზე და 300 კილოგრამი აქვს, ამას შეუძლია 60 მეტრზე ჩააღწიოს და 8 მეტრიანი ის არმირებული ბეტონის გადახურვა და იმიტომ რომ შიგ მასში არის 2.5 ტონა მხოლოდ დასაფეთქებელი ისა, ხო? მასალა. რა თქმა უნდა, მაგრამ მე მაინც ვთვლი რომც არ ჩაერიოს ამერიკა, ამაზე კიდევ დავბრუნდები ამერიკაზე, ამდენად მე ვთვლი ალბათ ჩაერევა. რომც არ ჩაერიოს ამერიკა, ისრაელი გამონახავს საშუალებას, რომ რაღაცნაირად იმოქმედოს ამ მიმართულებითაც. სირიაში მას შეძლო ჩაეხწია ასე მიწისქვეშა ქარხანაში და აეფეთქებინათ ის ქარხანა გამოიყვანა წყობიდან. მე არ გამოვრიცხავ, რომ ისრაელს რაღაც სხვა გეგმებიც, რადგანაც A, B, C გეგმებიდან ერთ-ერთი იქნება, თუ როგორ შეძლოს დამოუკიდებლად ამერიკისა აი ამ ისრაელის დიპლომატიაც ცხადია მუშაობს. ხო, გარდა იმისა, რომ სამხედროები მუშაობს დიპლომატიაც. მე გულახდილად გეტყვით, ცოტა გამაკვირვა, ოღონდ უსიამოვნოდ გამაკვირვა ამდენ ხნიანი დუმილის შემდეგ დღეს გააქტიურება ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნისა თურქეთის ლიდერისა რეჯეპ ტაი ერდოღანმა ძალიან და მკვეთრად ანტიისრაელური განცხადებები გააკეთა.
მე მესმის რომ ახლო აღმოსავლეთში თურქეთს აქვს თავისი ამბიციები. მე მესმის რომ ახლო აღმოსავლეთში თურქეთს უნდა რომ დაამტკიცოს რომ ის პირველი ქვეყანაა. მათ შორის სირიის კონფლიქტშიც ამას ბოლო კონფლიქტს გულისხმობს ცდილობდა და არა მხოლოდ ბოლო კონფლიქტს. ამავდროულად ცოტა გაურგებარია უბრალოდ უკვე აღარ არის გაუგებარი, მაგრამ გაუგებარი იყო თურქეთის ხარდაჭერა ირანთან მიმართებაში, იმიტომ რომ იქ არის კონცეპტუალური, მათ შორის კონფესიური სხვაობები. თუმცა ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა ისლამური მუსლიმური სამყაროს შექმნის აუცილებლობაზე და ესეც თქვა, რომ 2 მილიარდი ვართო და წარმოიდგინეთ, რამდენად ძლიერი იმპერია შეგვიძლია შეუქმნა, თუ სადღაც გულისხმობს ცენტრალური აზიის სახელმწიფოებსაც და ამაღას ოტომანური იმპერიის თურანის ხო ამასობაში ხა სომხეთთან დაკავშირებითაც კითხავდით იქ პაშინიანიც იყო ჩასული ბესფოდა ჩემს ედიტორიალში. როგორ ფიქრობთ, აი რამდენად არის მოსალოდნელი თუნდაც დიპლომატიური ომი ისრაელსა და თურქეთს შორის, ისრაელი ამდენად უპასუხებს, ამდენად არის ეს გადაძაბვა მოსალოდნელი, იმიტომ რომ ერთიც პრინციპში და მეორეც ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორია. იქ ინჯერლიკის სამხედრო ბაზაა, რომელიც თეორიულად შეიძლება გამოიყენოს. ოღონდ თურქეთის ბაზაა, ხო? აი თურქეთში არსებული ამერიკის ბაზაა, თურქეთში არსებული. აი მითხარით თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით. ჩემის აზრით დიპლომატიურად ერდოღანი ვალდებული იყო გაეკეთებინოს გავსი განცხადება, ვინაიდან ის ცდილობს რომ იყოს ლიდერი მუსულმანური სამყაროს, ლიდერი იყოს და შესაბამისად ეგეთი განცხადება უნდა გაეკეთებინოს. მას გავსი განცხადება ასევე გააკეთა სირიაში და თუ გახსოვთ, ძალიან აქტიურადაც ჯარების რაღაც დაჯგუფებაც გადაადგილა, ასე შემდეგ და შემდეგ ისრაელის საწინააღმდეგო, მაგრამ ქმედებაზე არ გადასულა. მე მაინც გონია რომ ეს მაინც არის აი განცხადებების დონის დიპლომატიური დუელი, რომელსაც ისრაელი არ პასუხობს, ისრაელი აკეთებს თავის საქმეს. და იგივე დავუმატოთ თქვენ წინა კითხვასაც, ამერიკის მეორე ავიამზიდი დაჯგუფება, დარტყმითი დაჯგუფება მიდის უკვე რეგიონისაკენ და საუბარია მესამეზეც. ესეთ დაჯგუფებით ყველა არ გადაადგილდებიან. მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, ეს ვადა, რომელიც აღებულია, ზუსტად ჭირდება იმ დროს, სამ ესენი ერთად მოიყენებენ. და ალბათ ელოდებიან ის ირანის მიერ რაღაც გარკვეული თუ სწორი სიტყვა შეცდომის დაშვებასაც სპარსეთის ყურის მიმართულებით, მათ შორის გადაკეტვას ჰორმუზის კი ბატონო სრუტის არის ეგ საფრთხე, ალბათ ელოდებიან კიდეც ძალიან ძნელი ახლა ზოგადად ტრამპი და გეგმებზე საუბარი ცოტა ორი სხვადასხვა ის არის, რა ქვია, მცნება არის, მაგრამ ნუ ტრამპის გარდა არიან იქ სხვები, რომელიც აი გეგმა. დაუბრუნდეთ რუსეთს, გენერალო, მე ასეთი კითხვა მაქვს. აი რუსი ივანოვი იმპერიალისტი რო იყო, ხო? მე ვიფიქრებდი უკრაინის ომის დაწყებიდან 3.5 წლის თავზე, რომ სულაც ვერ მივახციე SVO-ს ფარგლებში არსებულ ამოცანებს, ხო? და კიდევ რატო ვერ მივახციე, იცით, გარდა იმისა, რომ რაღაც ცოტა დავიფყარი და მეტი დავკარგე რეალურად. გარდა ამისა, ნახეთ რა მივიღე. ჩრდილოეთით მივიღე 1300 კილომეტრიანი ზოლი ნატოსთან. ფინეთი გახდა მაყურებელს უთხარი კიდეც და ახალს გავუმეოროთ. ნატოს წევრი ფინეთი, რომელიც არ ფიქრობდა ჩრდილოეთულ ალიანსში შესვლაზე. შვედეთს არ ვახსენებ შეგდებულად იმ დროს საზღვარი არა აქვს უბრალოდ თორე ისე შვედეთიც. მიუხედავად იმისა, რომ გავაჭედინე ერთი ხანობა ჩემს პარტნიორ, ირიბ პარტნიორ უნგრეთს, ამის მიუხედავად უნგრეთმაც კი მისცა თანხმობა ამ ყველაფერზე. გარდა ამისა დავკარგე ახლო აღმოსავლეთში პრაქტიკულად დავკარგე სირია. მე დავკარგე სომხეთიან დაკარგვის გზაზეა ეს სომხეთი, იმიტომ რომ სომხეთმა შეერთებულ შტატებთანაც და ევროპასთანაც და თურქეთთანაც უკვე 1915 წლის გენოციდის შედეგების თუ ტკივილების გათვალისწინებით თურქეთთან გათვალისწინებით მიუხედავად თურქეთთანაც დაიწყო ურთიერთობების დალაგება. ხა იქ ძალიან ბევრი საინტერესო ზანგეზურის დონეფარი, ბევრი თემაა, ნახჭევანი, ხა ამაზე ვეღარ შევალ, ხო? რუსეთმა რას მიაღწია 3.5 წლის თავზე? გარდა იმისა, რომ დაკარგა, ასევე დაკარგა უკაცრავად მილიონი ჯარისკაცი. ხო, სამ იმაზე უშუალოდ კითხვას უპასუხებდი, საინტერესო ინფორმაცია არის 2024 წელს ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით. 54% გაიზარდა კიდურების პროტეზირების წარმოება რუსეთში. სადღაც 78,000-დან 80,000-მდე გამოდის დაახლოებით ჯერ უფრო მეტი პროტეზი დამზადდა იმასთან ერთად, რაც დანაკარგზე არის საუბარი. ახლა უშუალოდ მე ერთ მოყვებით აზრში, მაგრამ კიდევ უფრო გამომძაფრებდი. ერთი რო ვერ მიაღწია და მეორე საპირისპირო რაც მიიღო. საპირისპიროდ მიიღო ის, რომ
შექმნა ქვეყანა მეზობელი ქვეყანა, რომელიც არის მტერი და რომელიც დემილიტარიზაცია კი არა, პირიქით უფრო ძლიერდება შეიარაღებული თვალსაზრისით და შეიარაღებული თვალსაზრისით ხდება ფორპოსტი მთელი ევროპისთვის. ამის გარდა პუტინმა მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა ვერც ერთმა რუსმა მეფემ და იმპერატორმა, ხო? საბოლოოდ გახლეჩა ეს ორი არის. საბოლოოდ არის გახლეჩი ეს ორი. ჩემს ედიტორიალში დენაციფიკაციაზე რა დენაციფიკაცია მიიღო და ხარისხში აყვანილი. მე ამავე დროს ესა ქვია დაუმატებდი ასევე მაინც ხას მნიშვნელობას გაუსვამდი ხას შვედეთის მნიშვნელობას, იმიტომ გოტლანდის კუნძული ბალტიის ზღვაში ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანესი წერტილი, რომელიც ფაქტურად კეტავს კალინინგრადის გამოსვლას, რომელსაც ისედაც არ აქვს რუსეთს პირდაპირ მისასვლელი. ხო, ოღონდ ბოდიში უკაცრავად მე არ გაწყვეტით არა შემთხვევაში, მაგრამ რაღა კალინინგრადი ახსენეთ, ეს ერთგვარი რაღაც ანკლავი ხო, შუაგულ ევროპაში, რუსეთისა არ გამორიცხავენ, რომ მან ბელორუსის პატარა მონაკვეთი და ლიტვის პატარა მონაკვეთი. სუვორის დერეფანი. დიახ, რო გაიაროს რუსეთმა, ანუ იქაც წავიდეს მარშით, მაგრამ მე მგონი არ გამოუვა მეთქი ახლა ესე, იმიტომ იქ მთელი ევროპის აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებაზე მიდგება საქმე, ხო? მიუხედავად იმისა, რომ არის საუბრები და ხანდახან არის გაჟღერება ხოლმე დასავლეთში, რომ აი შემდეგი იქნება აი რუსეთი ემზადება ნატოს ქვეყნებზე თავ დარტყვისათვის, რა თქმა უნდა ეს პირველ რიგში არის ბალტიის ქვეყნები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვერ დავთანხმებოდი ამას ვინაიდან პირდაპირ დაპირისპირებაზე, კონტაქტურ დაპირისპირებაზე არ ამგონია მაგრამ ჰიბრიდულზე წავა გენერალი. ხო, იმიტომ რომ უკრაინა რჩება გვერდში, უკრაინა არ შეეგუება არსებულ ვითარებას არც ერთ შემთხვევაში და ამხელა მოწინააღმდეგეს რუსეთი ვერ დატოვებს. ვერ მოხსნის იქიდან ერთ ჯარისკაცსაც კი. მაშინ როდესაც ახლა ჭირდება დამატებითი დაჯგუფების შექმნა, ფინეთის ნატოში შესვლასთან ერთად დაჯგუფების შექმნა ფინეთის საზღვრისკენ, ვინაიდან არქტიკას შეიძლება დაკარგოს არქტიკა. მაგრამ უშუალოდ ჰიბრიდულ გეთანხმებით, ვინაიდან ხაზგასმელია ის ფაქტი, რომ რუსულ ენასთან და რუსულ ენოვან მოსახლეობასთან დამოკიდებულება ბალტიისპირეთში გაცილებით ცუდი იყო და არის, ვიდრე უკრაინაში იყო და რისი გულისთვისაც რუსეთმა თავ ვითომდა და დაიწყო ეს ოპერაცია, რომელიც ომი არის ფაქტურად, ხო? ეს მნიშვნელოვანი ფაქტი არის, მე არ მგონია ახლა რუსეთი ამისთვის ზად იყოს, მაგრამ ის რომ შიგნარეულობა გამოიწვიოს, რაღაც რუსულ მოსახლეობაში რაღაც ტვირის არევები და რაც მისთვის ყველაზე მიღებული ის არის ფაქტორია, მაგრამ აი ამ ვითარებაში მობილიზაცია უკვე იმ ქვეყნებშიც ხდება. იმ ქვეყნებსაც 650 კილომეტრიან სასაზღვრო დაცვით ზღუდეს აკეთებს პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები, ხო? პოლონეთი აღმოსავლეთ ფარს, ბალტიის ფარს, ასე შემდეგ, როგორც ერთი გრძელი ის იქნება სასაზღვრო ყოველ შემთხვევაში შემაკავებელი, რომელიც რა ეგზისტენციურ შესაძლოა, უბრალოდ ესე ვიტყვი, თეორიულ საფრთხეს თუნდაც, მაგრამ ამავე დროს ეს ყველაზე ნაკლებად უფრო სამხედრო თვალსაზრისით არის შემაკავებელი, ვინაიდან ნუ დღესდღეობით ახლა ეს ერთი ხაზის გავლება და ღობის აშენება შემაკავებელი ფაქტორი არ არის. მაგრამ ეს არის ზუსტად აი იმ ფაქტორი, დივერსიული ჯგუფების გადასვლის, რა ქვია, ინფილტრაციისთვის, რაღაც აგენტურულ ქსელების და უზრუნველყოფისთვის, სპეცდას სამსახურებისთვის, იმათვის უფრო შემაკავებელი. აი იმგვარი ინფილტრაციისთვის მაინც და მაინც კი არ მიპასუხოთ, რაც ხდებოდა და მოხდა ბელარუსში და არ ვთხოვ გენერალს პასუხს მაინც და მაინც, მაგრამ რაც ხდებოდა და მოხდა საქართველოში ინფილტრაცია რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებისა, სპეცსამსახურებისა ჩვენ სტრუქტურებში ვწუხარ, რომ ამის თქმა მიწევს. ამერიკელები ვერაც შეერებენ გენერალურ ამასობაში ომს ფაქტია. კი, ტრამპი ამბობდა 24 საათზე ლაპარაკობდა, მე 48 საათზე ვუტრირებ ცხადია, მე რაღაც თვენახევარზე და მე 2 თვენახევარზე, მაგრამ ჯერჯერობით ტრამპს არც არავინ უჯერებს. აი, როგორც ბავშვები ჩხუბობენ სკვერშიო, ისე წაიჩხუბონო, ამ 2 კვირის წინ არც კი არასრული 2 კვირის წინ თქვა, ცოტა უცნაური განცხადება იყო კაცისაგან, რომელმაც 2 დღით ადრე თქვა, რომ გავაჩერებ, კიდევ ერთხელ თქვა, რომ გავაჩერებ. მაგრამ რა გზა რჩება მსოფლიო გლობალური მოთამაშეს შეერთებულ შტატებს ყველაზე მძლავრ სახელმწიფოს, რომლის გარეშეც მაინც ფრთამოტეხილი არის ევროპა და ფრთამოტეხილია
უკრაინას. მე მესმის რომ ევროპა თვითკბარი არის ან იქნება. მესმის რომ იზრუნავს როგორც საკუთარ იზრუნებს საკუთარ უსაფრთხოებაზე, ისე უკრაინის უსაფრთხოებაზე, იმიტომ რომ ხვდება რაზეც ვილაპარაკეთ წინა კითხვის პასუხად, მაგრამ შეერთებული შტატებია. რა გზა რჩება შეერთებულ შტატებს, უბრალოდ რა გზას დაადგება სავარაუდოდ. ის გავა პროცესიდან, როგორც გვინე ანონსებდნენ ცოტა ხნის წინ ეს ბაიდენის ომიაო, გვეუბნებოდა პრეზიდენტი ტრამპი, თუ იქნება და უფრო აქტიურადაც ჩაერთოს ამ პროცესში. ძალიან ძნელია ეს პროგნოზირება, ძალიან პროგნოზირება. მე რაღაცა დარწმუნებული ვარ, რომ თელმის ყველა მისი განცხადება გაუმდინარეს ბოლოს ვის შეხდება და ვის დაელაპარაკება. აი მის შემდეგ ხდება ფოტოშოპის ზუსტად ერთი. იმის შემდეგ ხდება მისი მე მინდა რომ სულ რუბიო შეხვდეს ხოლმე. სასურველია რა თქმა უნდა. მე თითქოს და რაღაც გარკვეული შვებაც კი დავინახე ტრამპის ქმედებაში, როდესაც აი ეს ირანის ისრაელის ეს დაპირისპირება დაიწყო და გავიდა თითქოს აი ამ ჩიხიდან რომელიც იყო და ვერ გაუგო თავი და ბოლო ვერ მოაგვარა აი ამ დაპირისპირებაში რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში თითქოს გაეცალა და ამოისუნთქა შედარებით ეხლა ჩაერთვება მეორე იმაში იქნება იქ რაღაცა გამოვიდეს რაღაცა დაალაგოს სავით მაგრამ მე ერთ რაღაცაში რა თქმა უნდა ორიაზე არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ამერიკა და ამერიკის დახმარება უაღრესად გადამწყვეტია და სხვა შორის აი ეს დაბომბები ახლა რაც ხდება და რაც გააქტიურებულია რუსეთის მხრიდან ამ დაბომბებზე რაც გარკვეული წარმატება თანხმედრაშია აი შემცირებასთან შეჩერებასთან გარკვეულწილად ამერიკის საჰერო და თავდაცვის საშუალებების რომელიც მნიშვნელოვანი ნაწილი გადასროლილი არის ახლა ახლო აღმოსავლეთში. რაღაც გარკვეული დეფიციტი გახდა სამ შეძლებენ ევროპიდან ამის შევსებას. მაგრამ მე მაინც ყურადღებას მივაქცევდი უშუალოდ და დადებიც აი ამ რთულ ვითარებაში დადებითად ჩავთვლიდი იმ გამოღვიძებას, რაც შეიძლება ევროპის გამოღვიძება დავარქვათ. და ის განცხადება კანცლერის გერმანიის კანცლერის ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, რომ გერმანია გახდება ყველაზე ძლიერი სამხედრო სახელმწიფო. კი, ემუქრებიან ბაჩორის პუტინმაც მუქარიც გზავნილები გაუგზავნა კანცლერ მერცს ტაურუსებთან დაკავშირებით, ტაურუსები გამოიყენა საფუძვლად, მაგრამ საბოლოო ჯამში თვითკბარდა ძალიან ძლიერ და გამოგვიძების მერკელ ეპოქა გადალახულ გერმანიას ხადია მოსკოვი ვერსია. გერმანიას რა შეუძლია ისტორია გადახედოს, ვისაც აღარ აინტერესებს. თქვენ კი ვერ გაგიგიათ პრეზიდენტი ტრამპისა და ვერც მე ხშირ შემთხვევაში გენერალო, მაგრამ ახლა ერთ სხვა პირზე გკითხავთ. გაგიგიათ კი, უგებთ კი ასევე მილიარდერ ბიზნა ივანიშვილს. ანუ გეკითხებით იცით ამას. აი ამ турბულენციაში პოლიტიკა თუ ქვია იმასაც საწარმოებს საქართველოს ღევადელი და ფაქტო მმართველი, ხო არის კი ეს პოლიტიკა, არის კი აი ესე ჩუმად უჩუმარობა ჩვენი რა არის ეს საპოლიტიკა, ჩვენი გადარჩენის საფუძველთა საფუძველი. მას რომ გკითხო, ახლა რო იყოს თქვენს აი ჩვენთან ერთად აქ რო იყოს სკამი და იყოს ის ჭყალებში დაგვისაბუთებდა, რომ სწორედ ამგვარი პოლიტიკით ის გადაარჩენს საქართველოს, იმიტომ რომ დიპსტეიტი გვებრძვის ასე მაგალითად, მაგრამ შემიფასეთ სანამ არ არის. იცით რა ფაქტია რომ ხდება გადალაგება. სოფლიო გლობალური გადალაგება. აი ამ ვითარებაში, აი ამ ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ რადარზე, უნდა ვციმციმებდეთ რადარზე, ეს იქნება ევროპის რადარი, ეს იქნება ნატოს რადარი, მუდმივად პატარა ქვეყნის ვალდებულებაა ეს. ჩვენ გამომდინარე რესურსებიდან, გამომდინარე მეზობლებიდან, ჩვენ გამოწვევებიდან, აგე ირანელი ლტოლვილები შეიძლება მოვიდნენ და ხო უნდა ვიცოდეთ, უსაფრთხოების საბჭო გააუქმეს, ეგ რა მაგის პასუხია და ხო უნდა ვიცოდეთ, როგორ კი არ გეუბნებთ, რომ არ შემოუშვათ, არ პირიქით შემოუშვათ, არ მაბობ, მაგრამ ხო უნდა მოვილაპარაკოთ მინდა თქვენ იმაზე, როგორი პოლიტიკა გვაქვს იმ შემთხვევაში თუ და იქ უამრავი ჩანაშალია სცენარში, ხო? მოდის ვიხდი შეგაწყვეტით და არა, გეთანხმებით და ზოგადად ახლა აი ამ სომხეთის მოქმედება ამას
მიუხედავად ჩვენი დადებითი და პოზიტიური დამოკიდებულების არსებული ვითარებასთან გამოწვევებიც არის. გამოწვევებია ქვეყნისთვის, ჩვენ რა პოზიციაზე ვrჩებით, ხო? ჩვენ რას დავკარგავთ აი ამ გაუმჯობესებული ვითარებით და უნდა გვავიწყდეთ, რომ ჩვენ თურქეთთან გაცილებით უფრო კარგ და უფრო ახლო ურთიერთობაში ვიყავით 90-იან წლებიდან დაწყებული, მე რატომღაც ჩავარდა ეს თორე მთელი შეაღებული ძალების დახმარება, აკადემიის და ჩვენი აკადემიის განვითარება, ჩვენი კადეტების განვითარება, ეს ყველაფერი. კადეტები დადიოდნენ თვალსწინები ორი სასწავლებელი იყო, თქვენ ჩემზე კარგად იცით, თურქეთი უფასოდ ასწავლიდა, ეხლა სად არის ეხლა ეს სწავლება? ხო, და მე ვთვლი, რომ თურქეთს შეუძლია იგივე როლი ითამაშოს საქართველოსთვის, რასაც მაგალითად სკანდინავიის ქვეყნები თამაშობენ ბალტიის ქვეყნებისთვის, პოლონეთი თამაშობს უკრაინისთვის. იმიტომ რომ თურქეთმა აჩვენა თავის კბილები რუსეთს. თურქეთი შემოვიდა ბოლო 100 წლის განმავლობაში რუსეთის ექსკლუზიური ინტერესების სფეროში ყარაბაღის პერიოდში. ისე რომ რუსეთმა ხმა ვერ ამოიღო და სამ თვეში გადაწყვიტა პრობლემა, რომელიც რუსეთი არ წყვიტავდა, ვერ წყვიტავდა 30 წლის განმავლობაში, ხო? ეს თვალნათლივ მოხდა, ეს ყველაფერი რუსეთის თვალწინ მოხდა და საპასუხო ნაბიჯი ვერ გადადგა. ისიც შეგახსენებთ იმასაც, რომ თურქებმა რუსები თვითმფრინავი ჩამოაგდეს და საპასუხოდ რუსებმა, აქვია, პამიდორის იმპორტი აკრძალეს თურქეთიდან. არა, მაგის შემდეგ კი და მთელი ისე და მე რაღაც თურქეთის სუბუქი ბოდიში იკმარეს. ვერტფრენი ჩამოაგდეს თავის ეკიპაჟზე და ასე შემდეგ. ჩვენ როეს გავუკეთებინა, ხო წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს რომელიმე ძლავრ უსაფრთხოების კავშირში. ოღონდ ეს ხელისუფლება, თუ გნებავთ ესე ვიტყვი ხელისუფლება წოდებული მეთქი, იმიტომ რომ ცხადია მე არ ვაღიარებ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, მაგრამ კარგით რა მნიშვნელობა აქვს, რაც ვუწოდებთ მას, ხო? ეს ხელისუფლება თუ ეს გუნდი მოკლედ ამ რადარებიდან აკრობს ქვეყანას, გენერალ. და რადარებიდან გამქრალი ქვეყანა, ანუ დაჭრილი ისიც სუსტი ცხოველი, ხო, გაცილებით იოლი მოსანადირებელი იქნება ყველა საშუალო, არ ვლაპარაკობ რაღაც ძლავრ სახელმწიფოებზე მართლა, თურქეთზე და რუსეთზე. ყველა საშუალო მოთამაშე, ყველა საშუალო სიმძლავრის თუ ძალის ნადირისათვის, რომელიც ფორმაშია, ასე ვიტყვი, ასეა. რა თქმა უნდა, ამიტომ ვიძახილოთ, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მარტო, არ უნდა დავრჩეთ. მარტო არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავრჩეთ აი ამ მონსტრის წინაშე. აბლაბუდა გაგახსენებთ, ხო, ეს ოპერაცია. ისრაელის ოპერაცია. ეს ყველაფერი ხო არის მაგალითი, რომ ახალი ტრენდი გამოჩნდა სოფლიოს სამხედრო სპეცოპერაციების. აი ამდენი რუსის ასეთი უკონტროლო შემოსვლის შემდეგ. ვინ არის გარანტორი იმისა, რომ ერთხელაც ელიავას ბაზრობის რომელიღაც ფარდულიდან არაფრინდება დრონები და თქვა რაღაც დარტყმას არ გამახორციელებენ. ამის გარანტია გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა ამ პასუხისთვის. კი 100 დაახლოებით 100,000 რუსეთის 100,000 მოქალაქეა შემოსული. არავითარ შემთხვევაში არ ვამბობ, ვინმეს არ ეგონოს, ასე მაგალითად ანდრიო ხანდაშვილს, რომ მე ვამბობ, რომ მე თითქოს ვამბობ, რომ 100,000 არის ტერორისტი. ვინ თქვა? არავინ არ ამბობს, არც ერთი გიჟი არ დაასაბუთებს ამას. რასაკურველია პუტინის რეჟიმს გამოქცეულებიც არიან, უმრავლესობა თუნდაც. მაგრამ ვინმე წინა სუსის წინა უფროსის თუ დღევანდელი უფროსის პირობებში შეამოწმა თუ არა 100,000 მოქალაქე, ვინსაც ცხოვრობს პირადი მონაცემები რა არის, სად მუშაობს, შემოსავალი საიდან აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და როგორ დავიჯერო რომ 100,000 კაცში არ არის 0.5%. ვიანგარიშოთ თუ გდებავთ, ხო? ვინც თეორიულად შეიძლება იყოს დივერსანტი და სწორებ ბრძანებთ, ეხლა ამ კუთხით ელიავას ბაზრობაზე არ მიფიქრია, მაგრამ სწორედ ელიავას ბაზრობიდან უტრირებულად თუ პირდაპირ თვირიმად აფრინდება დრონი და რაღაცას იცავს. აეროდრომები იქვე არის, აეროპორტი იქ. კი ბატონო. და თან ორივე ეს ოპერაცია რომელიც განხორციელდა, ხო? ძირითადი ბაზა იყო ის ინფილტრირებული აგენტურული ქსელი, რომელიც უკვე ადგილზე იმყოფებოდა, ხო? მე ხო არ მოხდა ეს ყველა. იმათმა გააკეთეს ძირითადი დარტყმები, განახორციელეს და ისრაელის მაგალითზე მე მიყვა ამას, თუ ის ხო ცოტა ქსელოცენტრული ოპერაციის ის არის აქსიომა, რომ მე მიყვა იმას ავიაცია, მე მიყვა ასე, მაგრამ ძირითადი პირველადი დარტყმა განახორციელეს ზუსტად იმ ქსელმა, რომელიც არსებობდა ამ ქვეყანაში.
ხო, ისე უნიკალური ოპერაცია იყო გენერალი მალიუკის მიერ ჩატარებული, ერთი კითხვაც ან ორი. აღარ ახსენეთ მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ, რისი მანიშნებელია ის, რომ 2000 რომელი წლიდან 2008 წლიდან არა. 2002 წლიდან, როდესაც პრაღის ნატოს სამიტი გაიმართა იმ პერიოდიდან პრაქტიკულად ბოლომდე საქართველო ყოველთვის იყო დღის წესრიგში ნატოსი. შევარდაძემ დააკაკუნა ნატოს კარზე ჩვენს მიგვიღეთო სააკაშვილის პერიოდში 2008 წლის ბრწყინვალე სამიტი იყო მიუხედავად იმისა, რომ იქ მეპი უნდა მოეცათ და ხსენებული მერკელი თქმა უნდა ისტორიულად შემცდარი სხვა შორის გერმანიაში გამოვიდა მისი წიგნი, სადაც ის ამბობს ერთ-ერთ თავში, რომ მეო დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მოვიქეცით, რომ უკრაინას და საქართველოს არ მივეცით გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ანუ მეპი. კარგით, მერკელის კრიტიკაზე კი არ არის აღვა. და აი ჰააგის სამიტზე არა ვართ მიწვეულები ახლა. რა არდა ჩანაწერი იმის თაობაზე ბუქარესტისა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და უკრაინა, ეს არსებობს. ძევალია მეთქი დასავლეთი ამ საკუთარივე ჩანაწერისა, მაგრამ აი რაზე რა არის იმანიშნებელია და მე უკვე მეკდება ბოლო შეკითხვა. ცოტა ესეთი ყვითელი მეთქი ვიტყვი. ხო, ნუ ეს ალბათ ჩვენი აქტიურობის ის არის შესაბამისად ხდება ეს ყველაფერი. გასაგები არის. ორი აზრი არ არსებობს. გასაგებია რომ აი ამ უკრაინაში ომმა ნიშნულოვნად იგივე უკრაინა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების ასე შემდეგ რაღაც პრობლემების შექმნა ზოგადად. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შენ არ იყო იმისთვის და შენ თავს არ აჩვენებდე. ეს არის უპირველეს ყოვლისა და იგივეს ვიმეორებ რომ ჩვენ მუდმივად უნდა ვციმციმებდეთ აი ამ რადარებზე. და ბოლო კითხვა გენერალო მე არა ვარ მომხრეებით უფრო სამხედრო პირებთან ერთგვარი ყვითელი კითხვების დასმისა, მაგრამ ერთგვარად მაინც რაღაც თქვენ როგორც თავდაცვის ძალების ყოფილ ხელმძღვანელს მინდა გკითხოთ. ამ რამდენიმე ხნის წინ საქართველოს პარლამენტად წოდებული თავყრილობის ერთ-ერთმა წევრმა გვარიანი შეურაცხყოფა მიაყენა მეომრებს, რომლებიც იყვნენ არიან უკრაინაში. ესეთი მეომარი კი ჩვენ ცოტა არ აქვს იქ 2000-დან 3000 კაცამდე იბრძვის უმრავლესობა ქართულ ლეგიონში, თუმცა სხვაგანაც. მე ამგვარი კითხვა მაქვს თქვენთან, როგორ ფიქრობთ, ერთგვარად შელახულად იგრძნო თუ არა თავი ამის გამო, არა მხოლოდ იმ ჯგუფმა, იმ ბევრმა მეომარმა, რომელიც უკრაინაშია, ისინი ბუნებრივია უშუალოდ არიან შეურაცხყოფილნი, არამედ საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა ამგვარი შელახვის გამო, რომელთა ნებისმიერი წევრიც თავისუფლად შეიძლება აღმოჩენილიყო რომელიღაც ეტაპზე უკრაინაში საკუთარი მეგობრების მხარდამხარ, რომლებიც ახლა უკრაინაში არიან და არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს თავისუფლებასაც იცავენ. პასუხი არის მოკლე, იგრძნო ალბათ. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს რომ იგრძნო. გენერალი ვახტანგ კაბანაძე იყო ჩემი სტუმარი, უღრმესი მადლობა გენერალო წარმატებას და გამარჯვებას უსურვებ მადლობა მოწვევისთვის. ქვეყანას. მადლობა. მე ერთი